ვარაზის ხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე გზის მშენებლობა თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას ეწინააღმდეგება. ეს დასკვნა ეკოლოგიური სამართლის ინსტიტუტს ეკუთვნის. ინსტიტუტის იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მერიის პროექტის განხორციელების შემთხვევაში ეკოლოგიური პრობლემები გარდაუვალია. აღნიშნული ტერიტორიები მოქცეულია ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული გენერალური განვითარების გეგმაში. ანუ სარეკრეაციო ზონაში არის აღნიშნული ტერიტორიები და დაუშვებელია სარეკრეაციო ზონაში რკინა-ბეტონის კონსტრუქციების მონოლითური გზების შენებლობა. ეს პირდაპირ ხაზგასმული არის ქალაქ განვითარების გეგმაში. აი, უბრალოდ აბსურდი არის ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ რისთვის მიიღეს ეს ქალაქ განვითარების გეგმა. ეს არის ქალაქის კონსტიტუცია იგივე. და ანუ ეწინააღმდეგებიან თავიანთვე მიღებულ გადაწყვეტილებას. მერიაში დღეს გამოთქმული პრეტენზიების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. პრეს-ცენტრის ცნობით შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით შობულებაში იმყოფება. ზიურის ტერიტორიაზე გზის მშენებლობა ერთი თვის წინაც გააპროტესტეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი პროექტის კორექტირების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ის ათასობით კაცი, რომელიც აქ ისვენებს, თუ ის არაფრად არ ღირს და მარტო ის მაგანა რომ გაივლის და გამოდის ის არის ყველაფერი. არ ვიცი, მე მგონი არაფერს ისეც არ ვამბობ. ზებუნებრივს უბრალოდ გვინდა სულთქო, გვინდა ცხოვრება, მეტი არაფერი. ჩვენ როგორც თბილისის მოქალაქეებს გვაქვს შეტანილი ეს არჩელი, ვინაიდან ჩვენი ინტერესები ძალალდება, ჩვენი ჯანმრთელობა ძალალდება, ისევე როგორც ყველა თბილისელისა თუ მოხდება მზიურის და ზოოპარკის ტერიტორიებზე კვლავ-ენერგოების გაჩეხვა მასიურად რაც უკვე დაწყებულია და ამასთანავე ჩაიხერგება ქალაქის ვენტილიაციისათვის საჭირო ერთ-ერთი არხი, რომელიც მართლაც ფილტვების როლს ასრულებს იპოდრომთან ერთად ქალაქ თბილისისათვის. ესტაკადის მშენებლობა საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული პროექტია. ბიუჯეტში ცვლილებების შედეგად დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი 70 მილიონი ლარიდან სოლიდური თანხა სწორედ ამ პროექტს მოხმარდება. საუბარია გმირთა მოედნის ესტაკადით დაკავშირება ვაკე-საბურთალოს, ანუ იგივე თამარაშვილის ქუჩაზე, რაც მოგცემს შესაძლებლობას ერთი მხრივ განიტვირთოს ჭავჭავაძე, მეორე მხრივ განიტვირთოს საბურთალოზე პეკინი. გეგმავთ პარალელურად უკვე მეორე კატეგორიის გზების, საკორპუსო ეზოების დაგებას, რაც ქალაქში კვლავ მწვავე პრობლემად რჩება. სპეციალისტებისა და მერიის შემდეგ ITV მზიურის ტერიტორიაზე მცხოვრებთა პოზიციითაც დაინტერესდა. მიმდინარე მშენებლობის შესახებ მოსახლეობის აზრი განსხვავებულია. დაბინძურებას რაც შეეხება, ალბათ უარესია იმ მხრივ, რომ ერთი უზარმაზარი გზა გაყავთ, მაგრამ ამ საცობებს ალბათ შოლა ჭირდება და მაგ მხრივ ალბათ უკეთესია ქალაქისთვის. მომხრება და მოხარულიც განიტვირთება გზა. არაფერი არ დაბინძურდება, პირიქით. ხილიანი განიტვირთება და ჩვენთვის ძალიან მოხერხებული იქნება. ამ მშენებლობის მომხრე ნამდვილად ავარ, იმიტომ რომ ზიურის ეკოლოგიას დააბინძურებს ეს სატრანსპორტო გზატკეცილი. რაც ეხება საცობებისგან განტვირთვას ქალაქის. სხვა გზა უნდა გამოიზებნოს, ალბათ მოახერხებენ მაგას თუ მოინდომებენ. ქალაქის თავი მაგასაც მოიფიქრებენ, რომ სხვა გზა უფრო უკეთესი და უფრო ხელსაყრელი და ხალხისთვის უფრო სასარგებლო გამოიძებნოს.